ჰორმუზის სრუტე პრობლემა არა მხოლოდ მსოფლიოსთვის, არამედ განსაკუთრებით უკრაინისთვის. რუსეთი ცდილობს ისარგებლოს ნავთობის ფასების ზრდით გამოწვეული მოულოდნელი შემოსავლით და უკრაინა აპირებს ამაზე რეაგირებას. და პუტინისთვის საქმე კიდევ უფრო რთულდება, უკრაინა ამ საქმეში დიდ ბრიტანეთსაც აერთებს. აშშ-საც კი არ სჯერა, რას აკეთებენ დიდი ბრიტანეთი და უკრაინა, რადგან ის, რაც უკრაინის გამბლოკისთვის იყო განკუთვნილი, ახლა ჰორმუზის სრუტის გამბლოკას ემსახურება. ნაღმძებნები მზადდება. სინამდვილეში 4 მათგანი და უკრაინა აცხადებს, რომ მზად არის ისინი გამოიყენოს, როცა საჭირო იქნება ჰორმუზის სრუტის გასახსნელად და გლობალური ენერგეტიკული ინდუსტრიისთვის ნორმალურ მდგომარეობაში დასაბრუნებლად, რომელიც ირანში კონფლიქტმა შეარყია. ახალი ამბავი გავრცელდა მანამდე, სანამ უკრაინელი საზღვაო ოფიცრები 22 აპრილს მრავალეროვნულ სამხედრო სამიტს დაესწრებოდნენ, რომელშიც 30-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. უკრაინამ ძალიან ნათლად განაცხადა, რომ მზად არის დაეხმაროს ყველანაირად, როგორც შეუძლია. Times-თან საუბარში ანონიმურმა უკრაინელმა ცხარომ ყველაფერი დეტალურად განმარტა. ცხარომ თქვა, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი შევთავაზოთ. არის 4 ნავსაწინააღმდეგო გემი, ყველა პორტსმუთშია. ისინი ვერ წავა უკრაინაში, რადგან პირველ რიგში ისინი იქნებიან ნომერ პირველი სამიზნე და მეორეც, მონტრეს კონვენციის გამო, განუცვადა ცხარომ გამოცემას. ეს ცოტათი მიგანიშნებთ, რა კავშირი აქვს დიდ ბრიტანეთს ამ ყველაფერთან. რაც შეეხება მონტრეს კონვენციას, ის თურქეთს აძლევს უფლებას შეზღუდოს ან აკრძალოს ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო გემების შესვლა შავ ზღვაში. თურქეთი აკონტროლებს 2 სრუტეს, რომლებიც ამ მნიშვნელოვან ზღვაში შედის, რომელიც უკრაინის ომში საზღვაო ბრძოლის ველად იქცა. უკრაინას არ შეუძლია თავისი ნაღმსაწინააღმდეგო გემები შავ ზღვაში გაგზავნოს, ამიტომ მზად არის ისინი ჰორმუზის სრუტეში გააგზავნოს. და აქ იწყება სერიოზული ამბავი. გემები, რომლებიც უკრაინას სპარსეთის ყურეში გაგზავნას სურს, სპეციალურად აშენებულია იმ ერთ-ერთი მთავარი პრობლემის მოსაგვარებლად, რომელსაც ირანი ცდილობს ამ წყლის გზაზე შექმნას. და მათგან მინიმუმ 1-ს უკვე აქვს გამოცდილება იმავე პირობებში მუშაობის, როგორშიც მოუწევს მუშაობა, თუ უკრაინის ყურის გადასარჩენ მისიაში გაგზავნიან. ამჟამად უკრაინას ყავს 4 ნაღმსაწინააღმდეგო გემი, რომლებიც შავ ზღვაში გაგზავნას ვერ ახერხებს. მათგან 2 არის ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების Sandown კლასის ნაღმსაწინააღმდეგო გემი, რომლებიც გაერთიანებულმა სამეფომ 2023 წელს გადასცა უკრაინას, რათა გაეძლიერებინა უკრაინის შესაძლებლობები ზღვაზე ოპერირებისთვის. HMS Shoremi და HMS Grimsby მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ უკრაინის სანაპირო დაცვის გაძლიერებაში, როგორც კი მისი ომი რუსეთთან დასრულდება. მაგრამ ამჟამად ისინი პორტში დგანან და თითქმის არაფერს აკეთებენ. უკრაინა აცხადებს, რომ მზად არის ეს შეცვალოს, რადგან აგრძელებს ძალისხმევას ჰორმუზის ბლოკადის მოხსნისა და საკუთარი თავის ყურეში მთავარ მოთამაშედ გადაქცევის მიმართულებით. უკრაინას კიდევ 2 გემი ჰყავს მზად გასასვლელად. ესენია UNS Melitopoli და UNS Mariupoli, რომლებიც უკრაინას ნიდერლანდებისა და ბელგიის საზღვაო ძალებმა გადასცეს. ისევე როგორც 2 ყოფილი სამეფო საზღვაო ძალების გემი, ეს 2 ხომალდიც პორტში ელოდება ნებისმიერ შესაძლებლობას, რომ ჰორმუზის სრუტეში რაიმე მოქმედებაში მიიღოს მონაწილეობა. განსაკუთრებით HMS Shorami ძალიან სასურველი დამატება იქნება ჰორმუზის სრუტის პრობლემის გადაწყვეტისთვის. ის უკვე ყოფილა ახლო აღმოსავლეთში. 2018 წელს ნაღმძებნელმა დაიწყო 3 წლიანი მისია ახლო აღმოსავლეთში, სადაც მისი ამოცანა იყო სავაჭრო გემებისთვის საზღვაო მარშრუტების დაცვა. HMS Shorami უმკლავდება ნაღმებს, რომლებიც ღრმა წყლებშია განთავსებული, რადგან მას აქვს სპეციალური სონარი, რომელიც შეიძლება გამოეყოს გემის კორპუსს და ჩაუშვას ზღვის სიღრმეში. HMS Grimsby იმავე კლასის ნაღმძებნელია, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მასაც აქვს ეს შესაძლებლობა. და სწორედ აქ ხედავთ, როგორ იწყებს გაერთიანებული სამეფოს როლი ამ ყველაფერში გამოჩენას. რა თქმა უნდა, ერთი აშკარაა, 2 გემი, რომელსაც უკრაინა გეგმავს გაგზავნოს ყურეში, სამეფო საზღვაო ფლოტიდან მოდის. მაგრამ საქმე ამაზე ბევრად უფრო შორს მიდის. ორივე ეს გემი უკრაინის სხვა ნაღმძებნებთან ერთად ამჟამად გაერთიანებული სამეფოს პორტებშია გაჩერებული. UNS Melitopolis-სა და Mariupolis შემთხვევაში ეს ხომალდები აქტიურად იმართება უკრაინელი მეზღვაურების მიერ და სამეფო საზღვაო ფლოტთან ერთად გადიან წუხთნებს, სანამ ჰორმუზის სრუტეში განლაგებას ელოდებიან. აქ კოორდინაცია მიმდინარეობს. გაერთიანებულმა სამეფომ უბრალოდ არ გადასცა თავისი გემები უკრაინას. ის უზრუნველყოფს, რომ უკრაინამ მათი გამოყენება შეძლოს. ასე რომ, როდესაც უკრაინა მზად იქნება 4 ნავსაწინააღმდეგო ხომალდი გაგზავნოს ჰორმუზის სრუტეში, ეს ცარიელი დაპირება არ იქნება. მან იცის, რომ ეს ხომალდები და მათი ეკიპაჟები მზად არიან. გაერთიანებულმა სამეფომ ეს უზრუნველყო. გაერთიანებული სამეფოს ჩართულობას რომ დავამატოთ, უკრაინის 4 ნავსაწინააღმდეგო ხომალდის გაგზავნა დიდი ალბათობით გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის ერთობლივი ძალისხმევის ნაწილი იქნება ჰორმუზის სრუტის გამბლოკვისთვის. ზუსტად ამას ეხებოდა 22 აპრილის შეხვედრა. 30-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ, რა სამხედრო რესურსების გამოყოფა შეუძლიათ სპარსეთის ყურისთვის, რათა ჰორმუზის სრუტე კვლავ გაიხსნას. რაც არ უნდა იყოს მისიას, ის იქნება მხოლოდ მშვიდობიანი და თავდაცვითი, განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა საკია სტარმა. 30 ქვეყნიდან უკრაინა იყო პირველი, რომელმაც თავისი განზრახვა შეხვედრის დაწყებამდე გამოაცხადა. უკრაინა სურს იყოს მთავარი მოთამაშე სპარსეთის ყურის კრიზისის გადაწყვეტაში, მაგრამ პუტინისთვის და რუსეთისთვის ნამდვილი პრობლემა ისაა, რომ უკრაინა გრძელვადიან სტრატეგიას მიხვება. ჰორმუზის სრუტის გაწმენდა აზიანებს რუსეთის საომარ ძალისხმევას. დარჩით ჩვენთან, რომ გაიგოთ რატო. პირველ რიგში ყველაფერს აქვს ერთი შენიშვნა.
უკრაინული გემები, ასევე გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის ერთობლივი მისია ირანისკენ მხოლოდ მაშინ გაემართებიან, როცა ოპერაცია ეპიკური რისხვა დასრულდება. არც გაერთიანებულ სამეფოს და არც საფრანგეთს არ სურს გემების გაგზავნა ჰორმუზის სრუტეში, სანამ ირანის ომის გაგრძელების ალბათობა არსებობს. რისკი ძალიან დიდია გემების ეკიპაჟებისთვის, რადგან ისინი აღმოჩნდებიან ომის ზონაში, რომელიც აშშ-ს ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტიდან გამომდინარეობს. გარდა ამისა, ჩანს, რომ ყველა ჩართული ქვეყანა ფრთხილად ცდილობს იმოქმედოს, რათა მათი ქმედებები სხვებმა არ აღიქვან ისე, თითქოს ისინი პირდაპირ უჭერენ მხარს აშშ-ს ომში. ამიტომ ნაღმების მაძიებელი გემები არ გადიან ზღვაში, სანამ ირანში კონფლიქტი არ დასრულდება. რაც შეეხება იმას, როდის იქნება ეს, უბრალოდ თქვათ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. საწყისი ზავი აშშ-სა და ირანს შორის უნდა ამოწურულიყო დაახლოებით იმავე დროს, როცა უკრაინა შეხვდა 30-ზე მეტ ქვეყანას, რომლებიც მზად არიან ჰორმუზის სრუტე ღია დატოვა. როგორც ჩანს, ეს ახლა შეიცვალა. აპრილის 21-ში როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მ გამოაცხადა, ზავი განუსაზღვრელი ვადით გახანგრძლივდა, რათა აშშ-სა და ირანს მეტი დრო ჰქონოდათ პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების მოსალაპარაკებლად, რაც შეიძლება ოპერაცია ეპიკური რისხვის დასრულებას გამოიწვევს. პრობლემა ახლა ისაა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები თითქოს საერთოდ არ მიდის წინ. აპრილის 25-ში PBS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-სა და ირანს შორის ბოლო მოლაპარაკებების რაუნდი, როგორც ჩანს, წარუმატებლად დასრულდა. ირანის უმაღლესი დიპლომატი უკვე დატოვა პაკისტანი, სადაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც განაცხადა, რომ აშშ-ის დელეგატებს უთხრა არ გაემგზავრონ ისლამაბადში. ტრამპმა განაცხადა, რომ დელეგატების სხვა ქვეყნებში გაგზავნა დროის ფუჭი კარგვა, როცა ირანს უბრალოდ შეუძლია დარეკოს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმაც აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები განსაკუთრებით კარგად არ მიმდინარეობს. ირანის პოზიცია გაუზიარეს სამუშაო ჩარჩოს შესახებ, რომელიც ირანზე ომის სამუდამოდ დასრულებას უზრუნველყოფს. ჯერ კიდევ უნდა დავინახოთ, ნამდვილად სერიოზულია თუ არა აშშ ჩორდა დიპლომატიაში, განაცხადა არაღჩიმ სოციალურ ქსელში. ამ ეტაპზე უფრო სავარაუდოა, რომ ბომბების ჩამოგდება ისევ დაიწყება, ვიდრე ის, რომ აშშ და ირანი რაიმე შეთანხმებას მიაღწევენ. ამ ეტაპზე უკრაინის ნაღმების მაძიებლებს მოუწევთ მოცდა, ისევე როგორც ჰორმუზის სრუტეში ერთობლივ მისიას. თუმცა როგორც უკვე ბევრჯერ ნახეთ, ირანის კონფლიქტი შეიძლება წამებში შეიცვალოს, ასე რომ ჩვენ არასდროს ვიცით ზუსტად რა ხდება კულისებს მიღმა. და თუ ეს ცვლილება მოხდება და უკრაინის გემები სპარსეთის ყურეში გაემართებიან, მათ ბევრი პრობლემა ექნებათ მოსაგვარებელი და ამ პროცესში პუტინისთვის სერიოზულ დარტყმას მიაყენებენ. ეს ყველაფერი ცვლის და უკრაინის ნახტსაწინააღმდეგო გემებს ფასდაუდებელს ხდის ქვეყნის ომში რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, თქვენ ყურებთ The Military Shows. თუ ჯერ არხზე არ გაქვთ გამოწერა, ეხლა იდეალური დროა დააჭიროთ ამ ხილაკს. დავიწყებთ ირანის ნაღმებით. თუნდაც აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ იქნას რაიმე შეთანხმება, რომელიც ორივე მხარეს ჰორმუზის სრუტეში ბლოკადების მოხსნას გამოიწვევს, ირანის მიერ სავარაუდოდ უკვე ჩაკრელი ნაღმები წყლის გზაზე მაინც პრობლემად დარჩება. რამდენი საოჭრო გემი იქნება მზად გაცუროს, თუ არ იციან გაწმენდილია თუ არა ეს ნაღმები. პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ თავად ირანს, როგორც ჩანს, საკმაოდ მოხერხებულად დაავიწყდა საჩაყარა თავისი ნაღმები. ამის შესახებ წერს New York Times-ი 10 აპრილის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ირანის დაიწყება იყო ის მიზეზი, რომელიც ქვეყნის რეჟიმმა დაასახელა, როცა არ დაემორჩილა აშშ-ის მოთხოვნას ჰორმუზის სრუტის ნაღმების გაწმენდის შესახებ, რათა ცეცხლის შეწყვეტა ძალა შესულიყო. რამდენად მართალია ირანის ეს განცხადებები, ეს სადაო საკითხია. თუმცა რაც სადაო არ ჩანს, არის ის, რომ ირანი კვლავ უბრუნდება ნაღმების დაგების სტრატეგიას, მაშინ როცა მშვიდობის მოლაპარაკებები იშლება. 23 აპრილის ანგარიშში Axios-მა განაცხადა, რომ ირანის ისლამური რევოლუციური გვარდია, ანუ IRGC, კვლავ დაიწყო ნაღმების დაგება, რაც ესკალაციის ისეთი ფორმა, რომელიც მხოლოდ გააბრაზებს აშშ-ს. მართლა IRGC-ის ქმედებებმა როგორც ჩანს უკვე გამოიწვია რეაგირება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან. NBC უძგება, რომ ტრამპმა უბრძანა აშშ-ის სამხედროებს ესროლონ და მოკლა ნებისმიერი ირანული ნავი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ან მიმდებარე წყლებში ნაღმების დაგებაზე იქნება შემჩნეული. როგორც ჩანს, უკრაინის ნაღმსაძიებელ ხომალდებს ბევრი საქმე ექნებათ, როცა ისინი სპარსეთის ყურეში ჩავლენ. როცა ეს ხომალდები ჩავლენ, მათ სავარაუდოდ მოუწევთ გამკლავება ორი ტიპის საზღვაო ნაღმთან, რომლის დაგებაც ირანს შეუძლია. ჩვენ ვიცით, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გზა დატოვა, რომელიც საშუალებას აძლევს იმ სავაჭრო გემებს, რომლებმაც გადასახადი გადაიხადეს, გამოიყენონ იქ. ირანს ასევე ყავს საკუთარი გემები, რომლებსაც სურს წყლის გზიდან გაიყვანოს, რათა თავისი წარმოებული ნავთობი მომხარებლებს მიყიდოს. რაც შეეხება სრუტის დანარჩენ ნაწილს, სავარაუდოდ იქ დაგებულია მაჰამ 3-ისა და მაჰამ 7-ის ნაღმები. არც ერთი მათგანი არ გავს იმ ტიპის საზღვაო ნაღმებს, რომელთა გამოყენებასაც ირანისგან შეიძლება ელოდეთ. ისინი არ საჭიროებენ გემის პირდაპირ შეხებას აფეთქებამდე. ორივე იყენებს აკუსტიკური და მაგნიტური სენსორების კომბინაციას იმის დასადგენად, როდის მოუახლოვდა გემი მათ მოქმედების არეალს. თუ ეს სენსორები გააქტიურდება, ნაღმი ავტომატურად ფეთქდება. მაჰამ 3-ის შემთხვევაში ეს ნიშნავს 300 კილოგრამიან ან 661 ფუნტიან საბრძოლო ქობინს, რომელიც შეიძლება 100 მეტრამდე ან 328 ფუტამდე წყლის ქვეშ იყოს განთავსებული და გემის კორპუსს გააპობს. მაჰამ 7 ცოტა ნაკლებად ძლიერია, 220 კილოგრამი ან 485 ფუნტი.
ის ასევე განკუთვნილია უფრო არაღრმად წყლებში გამოსაყენებლად და აქვს კონუსის ფორმა, რაც მას სონარის მიმართ მდგრადს ხდის. ორივე საშიშია. და მიუხედავად იმისა, რომ ირანის საზღვაო ძალებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, გარდიანი იუწყება, რომ ირანს ჯერ კიდევ აქვს თავისი მცირე ნავებისა და ნაღმდამყენებელი ხომალდების 80-დან 90%-მდე, რომლითაც შეუძლია ჰორმუზის სრუტის დანაღმა. ასე რომ აშკარაა, რომ უკრაინის მიერ თავისი ნამსაწინააღმდეგო ხომალდების ყურეში გაგზავნა კომერციული გადაზიდვებისთვის შეუფასებელი მნიშვნელობის იქნება. ისინი საჭიროა, ისევე როგორც დანარჩენი ერთობლივი მისიის წევრები, რომლის ნაწილიც ისინი იქნებიან. გარდა ამისა, იმ ხომალდებში, რომლებიც უკრაინამ სამეფო საზღვაო ძალებისგან მიიღო, არსებული მოსახსნელი სონარები შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს მაჰამ 3-ის ტიპის ნაღმებთან გასამკლავებლად, რომლებიც სადღაც ჰორმუზის სრუტეში წყლის ზედაპირის ქვემოთაა განთავსებული. ხოლო თავისი ხომალდების გაგზავნაც კი უზარმაზარი მნიშვნელობის იქნება უკრაინისთვის და მისი გლობალური რეპუტაციისთვის, როგორც მალე თავად ნახავთ. მაგრამ ამ წუთას ერთი კაცია, რომელიც ამ ამბავზე საშინლად გაბრაზებულია. ის კაცია, რომელმაც სპარსეთის ყურეში არსებული სიტუაცია სიხარულით დააკვირდა, რადგან ამან ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია და მის ქვეყნის ნავთობზე მოთხოვნა იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე დიდი ხანია ყოფილა. ეს კაცია პუტინი. და ის გაბრაზებულია უკრაინის გეგმებზე. ირანში ომი რუსეთს ყველაზე ხელსაყრელ დროს დაემთხვა, რადგან უკრაინასთან 4 წლიანი ომის შემდეგ ქვეყნის ომისთვის განკუთვნილი ფინანსური რეზერვები ამოწურვის ხვარზეა. Chatham House-მა 10 აპრილის სტატიაში განაცხადა, რომ ომი ეკონომიკური საჩუქარია პუტინისთვის, რადგან ჰორმუზის სრუტეში ბლოკადამ სანქციების დადებითი ეფექტი გაანულა. ამას შვითა ჯგუფის მიერ დაწესებული რუსულ ნავთობზე ფასის ზღვარი ბარელზე $46-მდე შეამცირა. ეს ზღვარი, რომელიც რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებზე უფრო მკაცრ რეაგირებასთან ერთად დაწესდა, 2026 წლის პირველ ორ თვეში ამოქმედდა. ხოლო თებერვალში რუსეთმა დაახლოებით $1.5 მილიარდი ნავთობის შემოსავალი დაკარგა წინა წელთან შედარებით, ხოლო ნავთობის ექსპორტის მოცულობა დღეში 6.6 მილიონ ბარელამდე შემცირდა. შემდეგ დაიწყო ოპერაცია Epic Fury. ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ ნავთობის ბარელის ფასის მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რის შედეგადაც ფინანსურმა გამოცემა The Times-მა შეაფასა, რომ მარტის დასაწყისში რუსეთი ნავთობის გაყიდვებიდან დღეში დამატებით $150 მილიონ იღებდა. ომის გადამრჩენი მოულოდნელი შემოსავალი, რომელსაც პუტინი სასუწარკვეთილად ელოდა, ეკვე მოვიდა და რუსეთი ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. უკრაინა ამ პროცესს ართულებს. რუსეთის ნავთობის ექსპორტის ჰაბებზე მუდმივმა თავდასხმებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ის მოგება, რომელსაც რუსეთი იღებდა. ამ შემთხვევაშიც კი მათემატიკა საკმაოდ მარტივია. რაც უფრო დიდხანს დარჩება ჰორმუზის სრუტე დახურული, მით უკეთესია რუსეთის ნავთობის გაყიდვებისთვის. ეხლა პუტინს უწევს გაუმკლავდეს იმას, რომ უკრაინა აქტიურ როლს თამაშობს ჰორმუზის სრუტეში. თუნდაც ბლოკადები დღეს დასრულდეს, რუსეთის პრეზიდენტს მაინც ექნება იმედი, რომ ენერგოკრიზისისგან კიდევ ბევრს მიიღებს ირანის მიერ დაგებული ნაღმების გამო. ირანი ნამდვილად არ აპირებს ამ ნაღმების გაწმენდაში დახმარებას. უკრაინის ამ ძალისხმევაში ჩართვით ჰორმუზის სრუტე ოდნავ უფრო სწრაფად გახდება უსაფრთხო, ვიდრე სხვაგვარად იქნებოდა. ნავთობის ბარელის ფასი დაიწევს. მალე ამის შემდეგ რუსეთი ისევ აღმოჩნდება იქ, სადაც იყო 2026 წლის დასაწყისში. პუტინი ასევე გაწოფებული იქნება იმ სიმბოლური გზავნილის გამო, რომელსაც უკრაინის ეს ნაბიჯი რუსეთს უგზავნის. უკრაინას შავ ზღვაში თავისი ნაღმსაწინააღმდეგო გემების გამოყენება არ შეძლებია. თურქეთმა ეს უზრუნველყო, თუმცა თურქეთის სრული აკრძალვა მის მიერ კონტროლირებად სრუტეებში სამხედრო გემების გავლის შესახებ იმასაც ნიშნავს, რომ რუსეთსაც არ შეუძლია თავისი დასუსტებული შავი ზღვის ფლოტის შევსება. ამ ფლოტმა თავისი გემების დაახლოებით მესამედი დაკარგა და იძულებული გახდა, რომ ყირიმის შტაბიდან გასულიყო. ყველაფერი იმიტომ, რომ უკრაინამ მოახერხა მისი განადგურება ტრადიციული გემების გარეშე. რაკეტებმა, დრონებმა და უპილოტო ზედაპირულმა ხომალდებმა რუსეთის ფლოტი შავი ზღვის თითქმის უმნიშვნელო ძალად აქციეს. იმით, რომ უკრაინა თავის ნამსაწინააღმდეგო გემებს ირანში აგზავნის, უკრაინა პუტინს ეუბნება, რომ ეს გემები არ სჭირდება იმ წყლის აუზში, რომელიც უკრაინის ომზე ყველაზე მეტად მოქმედებს. თურქეთის გადაწყვეტილებას მნიშვნელობა არ აქვს. უკრაინა რუსეთის საომარ ძალისხმევას იმითაც აზიანებს, რომ თავის ნაღმსაწინააღმდეგო გემებს ათასობით მილის დაშორებით აგზავნის და იყენებს შესაძლებლობას, რომლის ქონასაც პუტინი ვერ წარმოიდგენდა, როცა თავისი შეჭრა დაიწყო. უკრაინას შავი ზღვის აკვატორიაშიც კი არ ჭირდება გემები, რომ პუტინის ფლოტი უსარგებლო გახადოს. უკრაინას აქვს საზღვაო ძალა, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გამოიყენებს. ეს კარგად გვიყვანს იმაზე, რას ნიშნავს ეს ნაბიჯი თავად უკრაინისთვის. უკრაინა ყველაფერს ამას ევროპის ქვეყნების კოლექტივთან ერთად აკეთებს და ეს ვერ დარჩება უყურადღებოდ. ეს არის უკრაინა, რომელიც გადადის დახმარების მიმღებიდან ძალაუფლების მქონე მოთამაშედ, რომელსაც შეუძლია მოკავშირეებთან ერთად იმოქმედოს და რეალური გავლენა მოახდინოს გლობალურ არენაზე. რუსეთმა საბოლოოდ შექმნა სამხედრო მონსტრი, სპეციალური სამხედრო ოპერაციით, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა დასრულებულიყო. და უკრაინა ამ ფაქტს იყენებს იმისთვის, რომ ევროპელ მოკავშირეებთან უფრო ღრმა კავშირები დაამყაროს, ვიდრე ოდესმე. და მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად გაურკვეველია, როგორ იმუშავებს ევროპის ქვეყნების მიერ დაგეგმილი მისია ამერიკულ ძალებთან ერთად სპარსეთის ყურეში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ნატო ქაღალდის ვებხვად მოიხსენია და ორგანიზაციას სრუტიდან მოშორებით დარჩენა ურჩია, უკრაინის მზადყოფნა გემების გაგზავნისთვის სავარაუდოდ კარგად აღიქმება ამერიკაში. ტრამპის გზავნილები ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია. ზოგჯერ ის ამბობს, რომ ამერიკას დახმარება არც სჭირდება და დება და არც უნდა.
სხვა დროს კი როგორც აპრილში ვნახეთ, ტრამპი ევროპას საბოლოო ვადებს უსახავს, რომ ჩაერთოს პროცესში. აპრილის 24-ის მდგომარეობით ტრამპი ამტკიცებდა, რომ ამერიკას ჰორმუზის სრუტეზე სრული კონტროლი ჰქონდა, მაშინ როცა ირანი აცხადებდა, რომ 2 საკონტეინერო გემი ჰქონდა დაკავებული. ცხადია, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის სპარსეთის ყურის საზღვაო გზაზე კვლავ ქაოსია. უკრაინის მიერ თავისი ნაღმსაწინააღმდეგო გემების გაგზავნა ევროპულ გემებთან და შესაძლოა ამერიკულ სამშვიდობო ძალებთან ერთად ამ ქაოსის შემცირებას გამოიწვევდა. და სწორედ ეს არის მთავარი უკრაინისთვის. თუ ჰორმუზის სრუტე სრულად გაიხსნება, რუსეთი დაზარალდება, რადგან ნავთობის ფასები დაიწერს. ეს ყველაფერი იმ გამოფიტვის სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც უკრაინა წლებია პუტინის ძალების წინააღმდეგ ატარებს. უბრალოდ ახლა ეს ისეთი მასშტაბით ხდება, როგორცაც ვერავი წარმოიდგენდა. პუტინს ეგონა, რომ უკრაინის ომს რეგიონულ კონფლიქტად შეინარჩუნებდა. უკრაინა ომს გლობალურს ხდის, რადგან პრობლემებს საკუთარ ტერიტორიიდან ათასობით მილის დაშორებით ებრძვის. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ რუსეთს ზიანი მიაყენოს და გააძლიეროს ისეთი ალიანსები, რომლებიც პუტინის გეგმებს ევროპისთვის უსარგებლოს ხდის. გარდა ამისა, უკრაინას სპარსეთის ყურეში ახლად მოპოვებული პოზიცია აქვს. უკრაინასა და სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანას შორის 10 წლიანი თავდაცვის შეთანხმებები გაფორმდა. უკრაინის მიერ ნაღმსაწინააღმდეგო გემების გაგზავნა სპარსეთის ყურის რეგიონში კიდევ უფრო გააღრმავებს თანამშრომლობას ქვეყანასა და მის ახალ პარტნიორებს შორის, ასევე დააზიანებს რუსეთის გავლენას ახლო აღმოსავლეთში. მოულოდნელი ალიანსები შეიქმნა და უკრაინა მომავალ წლებში სპარსეთის ყურის რეგიონში ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ ყალიბდება. ეს თამამი ნაბიჯია და ყველაფერს ამაზე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი ვიდეოს ყურებით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რათა ყოველთვის იცოდეთ უკრაინის უახლესი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამხედრო სახელმწიფოდ აქცევს. და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.